უპირველეს ყოვლის აქვს ცხენოდეს. საწყენად ნუ მიიღებთ, მაგრამ სულელურ მულტფილმზე გადაჭედილი დარბაზი არც ისე ამაყოა მაშინ, როდესაც ბოლო დროის ერთ-ერთი საუკეთესო ქართული ნამუშევრის პრემიერამ ნახევრად ცარიელ კინოთეატრში ჩაიარა. ეს ისე შეგონებისთვის. ამჯერად კი იმაზე მოგიყვებით, რაც გამოდოვეთ. Keep smiling, ანუ გაიღიმეთ. ან ნურს გაიღიმებთ, მაგრამ ის უნდა იცოდეთ, რომ საზოგადოებამ ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართული ნამუშევარი რუსუდან ჭყონიას ფილმი გაიცნო. 10 მრავალშვილიანი დედის ისტორია, რომლებიც მონაწილეობას სილამაზის კონკურსში იღებენ და მთავარი მიზნისთვის დაუწერელი თუ დაწერილი კანონების დარღვევით იბრძვიან. მე მირჩევნია, რომ მესიჯზე მე თვითონ არ ვილაპარაკო და ეს მაყურებელს დავუტოვო თავისუფალ არჩევანად ვინ რას მიიღებს, რას წამოიღებს ამ ფილმისგან, იმიტომ რომ მე რაც გადავიღე და რა მესიჯის ჩავდა მე ვიცი და დანარჩენი უკვე მაყურებელზე ვინას წაიღებს. საერთოდ აქვს ძალიან კარგი გამონათქვამი, რომ წიგნის კითხვა არის ორი თავისუფალი ადამიანის დიალოგიო და აქედან გამომდინარე თავარია ხ მაყურებელი ვინ რას მიიღებს ამ ფილმიდან. ვეკალი საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი მსახიობია. იასუ ხიტაშვილი, შორენა ბეგაშვილი, ნანა შონია, ოლგა ბაბლუანი და სხვანი ტრაგიკომედიულ ნამუშევარში ახალგაზრდა რეჟისორმა გააერთიანა. რუსუდან ჭყონიასთვის Keep Smiling, ანუ გაიღიმეთ, პირველი სერიოზული ფილმია, თუმცა ამ უკანასკნელმა ვენეციის კინოფესტივალზე კრიტიკოსების დიდი მოწონება და სხვადასხვა ქვეყნებიდან შემოთავაზებები მიიღო. ყველაზე კარგი ამ ფილმში არის ის, რომ იხილავთ ძალიან განსხვავებულ იასუ ხიტაშვილს, ისეც როგორც სხვა ფილმში თქვენ ნამდვილად არ გინახავთ. ანუ ამ ფილმში ხდება იმიჯის ნგრევა. იასუ ხიტაშვილი წანგრევს იმ იმიჯს, რაც ჰქონდა ამდენი ხნის მანძილზე. ნანა შონია არის აბსოლუტურად სხვანაირი და მე ვფიქრობ, ერთ-ერთი ძალიან კარგი როლია შორენა ბეგაშვილისთვის. ეს ფილმი არის ფილმი, სადაც შორენა სხვა კუთხით დაინახავთ და მიხვდებით, რომ ეს კარგი მსახიობია, გარდა იმისა, რომ ლამაზი ქალია. ხარ მივცე კიდე ჟიურის, მიეც. ჩვენ ვართ ქალები. დედება მარტო გაჩენას არ ნიშნავს. კონკურსში მონაწილეობის სრული უფლება მაქვს. არაფერი არ მომხდარა მეთქი. როგორ არაფერი არ მომხდარა? არაფერი არ მომხდარა? 91 წუთიან სრულმეტრაჟიან ფილმს თბილისშიც ბევრი გარჩევა მოჰყვა. ფემინისტურიაო, ასე შეაფასეს მამაკაცებმა. აბა ფილმში კაცის ერთი დადებითი როლი მაინც იქნებოდაო. ფილმი მონაწილეს ატარებს ფემინისტურად და მე რა მაინტერესებს ძალიან ბევრი ფილმი მინახა სადაც მამრობით ის სქესი უფრო მეტი ჭარბობს და ის რატო არ ინათლება რამე სხვანაირად არ არის ფემინისტური ფილმი არის ძალიან ისეთი ძალიან სახაზე რეალური სახე შავი კომედია ვაფშე რეალურად დიდი სერიოზული ჩანაფიქრი აქვს გაკეთებული რეჟისორს და მე მგონი ფანტასტიკურსაც გამოვიდა თუმცა ამას უკვე თვითონ შეაფასებთ და ნუ ფემინისტური არის თუ არა პრინციპში ალბათ კი უფრო ფემინისტურია. დებიუტია ჩემთვის და რა ვიცი თვითონ ამეკავშირდნენ ამ ფილმში არის თვითონ ჩადებული ეგეთი რამე რომ ცეკვის მასალებელი უნდა ყოფილიყო და არც გამჭირებია ამ როლის თამაში მე მგონი კარგად გამოვიდა და პრინციპში ჩემთვის თამაშობდი. იგივე პიესები, იგივე სცენარები ძალიან ცოტა როდესაც ქალის როლებია, ქალების როლებია. არის ძირითადად მამაკაცების და აქ გავგიჟდი, იმიტომ რომ რაღაცა ყველაფერი იყო ძალიან სრულად. ანუ იყო რამოდენიმე მთავარი როლი. ახლა 10 ქალია, რა თქმა უნდა, აქედან 5-6 აი ძალიან ისეთი საინტერესოა თვითონ დაწერილი. ფემინისტურია თუ არა მაყურებელმა გადაწყვიტოს, ის მესიჯიც თავად გაიგოს, რის თქმასაც რეჟისორი ლამობს. აი რაც ზუსტად ვიცით ისაა, რომ არც იასუ ხიტაშვილი, არც შორენა ბეგაშვილი და არც ნანა შონია მსგავსი კუთხით აქამდე არასდროს გვინახავს. არ გავიხდი მეთქი კაცო. რუსო ალბათ იმიტომ რომ ქალი ალბათ ამიტომ დამინახა სხვა კუთხით და უფრო საინტერესოდ წარმოაჩინა ჩემი თავი. პირველი რეჟისორია ქალი, რომელთანაც მე მიმუშავია და აი ამით არის გამორჩეული ეს გოგო. ეს ფილმი ჩემთვის ალბათ რუსოს ძალიან დიდი მადლობა უნდა ვუთხრა, იმიტომ რომ მე ვფიქრობ ამის შემდეგ რეჟისორები ცოტა სხვა კუთხით დამინახავენ. შენ თუ ნახე უკვე ფილმი? მე ნახე და ძალიან მომწონა. ძალიან კარგი, როს კარგად ასრულებს და დიდაც არ იმპულსი და ისაც და ძალიან მომწონა ფილმი. მსახიობის არ უნდა იყოს ეს ძალიან დიდი კომპლიმენტი, იმიტომ რომ მე მგონია რომ მსახიობი ყოველთვის ცდილობდეს რაღაცა ახალი გააკეთოს. ხო, მე ეგრე ვფიქრობ. ბერს გაუჩნდა სხვათა შორის იყო ფესტივალებზე გაიტანეს ეს ფილმი, რომ შენ ხარ შენ და
თუ ეს იმ ხარისხში ვითამაშე რომ ვინ ეს გონია რომ მე ვარ თუმცა ღმერთმა დამიფაროს მე არ ვარ ეს ესე იგი გამოსულა როლი შედგა როლი შეიძლება მაყურებელი ელოდებოდა ჩემგან აი ნანა შონიას და მიიღო ინგა გვარი გამოვიდა ჩემი პერსონაჟის ბოდის გიხდით just ინგა მიიღო პრინციპი განსხვავებულია ჩემგან მაგრამ სიღრმეში ჩვენ ძალიან გავართ სული სიღრმეში ერთმანეთს ძალიან გავართ ფილმი საქართველოს, საფრანგეთის და ლუქსემბურგის კოპროდუქციას ეკუთვნის. 7 წელი თაროზე შემოდებული სცენარის ავტორი თავად რუსუდან ჭყონია. იმასაც დავძენთ, რომ ნამუშევარი ერთხელ სანახავდა დასავიწყებელ ფილმებს არ განეკუთვნება. ვერც ვერავინ იტყვის, რომ ეს უკანასკნელი ან უხარისხო, ან ზედაპირულია. მით უმეტეს, რომ ფილმის თემატიკა ერთ-ერთი ყველაზე საჭირბოროტო და სარვამარტოდ ყველაზე აქტუალურია. მე ვუსურებ ქალებს ქალურ ბედნიერებას არ ვიცი ბედნიერებას და ბევრ ყვავილს და კიდე რაც უნდათ რა ვიცი რასაც ინატრებენ და რასაც შეუსრულებენ ყველა ქალს უსურვებ რა თქმა უნდა სიყვარულს, სიმშვიდეს, ბედნიერებას და ჯანმრთელობას. ალბათ არ ვიქნები ორიგინალური, მაგრამ აი ეს მე მგონი სამი რაღაცაა. ოჯახი, შვილები, საყვარელი ადამიანი და თავისი საქმე. ფილმმა შემოთავაზებები იტალიიდან და საფრანგეთიდან უკვე მიიღო. დამწყები რეჟისორის მეგაწარმატებასაც ალბათ მაშინ დავინახავთ, როდესაც ამ უკანასკნელის ნამუშევარი გრემის ან ოსკარს მიიღებს. მანამდე კი დასაწყის დავუბრუნდებით და იმის გამო შევგრცხვება, რომ Keep Smiling, ანუ გაიღიმეთ ქართულმა მაყურებელმა არც ისე დააფასა. You know the sun is shining.